მან წაიკითხა ლექსი, რომელიც შემთხვევით გადაიღო ვიღაცამ, დადო ინტერნეტში და მოკლედ ამ ლექსმა მოახდინა რაღაცა დიდი ფურორი როგორც იტყვიან. უამრავი თაყვანისმცემელი, უამრავი დამფასებელი გამოუჩნდა მის პოეტურ ტალანტს. მოგესალმებით, ძვირფასო, ილტოს პირელებო, ახმეტელებო, სტუმრებო, კეთილი იყო ჩემი ფეხი ილტოს ხეობაზე პირველად გახლავართ. რადგანაც წარმოადგენ ვაჟა-ფშაველას სოფელს, იმ სოფლიდან გახლავართ. თავს ნებას მივცემ და ვაჟას უძვნი ლექს თქვენი ნებართვით. ამ მთების იალაღები შენებ ვინ გაახალისა, რარი გულხინდათ ბუბუნი თვირთვილა, ჯონგა ხარისა, ხმელწიფელს ვინ უპატრონოს ან მისი დარდით აივსოს, ბერილუხუმის წყლულები ეგრე ვინ გაითავისოს, თემისგან გაძევებული ვინ ანუგეშოს ალუდა, ლუკას ხნეობა გვაკლია თორო, ტრის ძლევას რა უნდა კლდის, ჩანჩქერები ბორგავენ დილით, ცრემლის დის ლელიანს, მთები ყურჩამოყრილებით განან, ჯიუტად გელიან უკდავების გზას, შემდგარო რაზნე გქონდა და რაძალი შაურ ხურჯინში გდებია მარადისობის საგძალი.